საჯარო მოხელები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს აფუძნებენ, ვცვლად გიყვებით რამდენიმე წუთში. აქტაუში აზერბაიჯანი Airlines-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში 32 ადამიანი გადარჩა. შემთხვევის დროს ბორტზე 62 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. აგარის ჩაქრის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ, ისინი მე-13 ხელფასს და დაპირებულ პრემიებს მოითხოვენ. ქვეყანაში საარსებო შემწეობას 9 მილიონზე მეტი ადამიანი იღებს. გასულ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 1500-ით 685,942-მდე გაიზარდა. 1 იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს თბილისში პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ. საღამო მშვიდობისა საქმის კურსი ბრუნდება პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ელენე გოგბერაშვილი მუშაობს. საჯარო მოხელები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს აფუძნებენ. დამფუძნებელმა იუსტიციის სახლს განაცხადის რეგისტრაციის მიზნით დღეს მიმართეს. ორგანიზაცია სახელწოდებით საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლი ამჟამად არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებმაც საჯარო განცხადებებით გამოხატეს ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლში გაცხადებული იმ მიზნის მიმართ, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაცვას გულისხმობს. საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი მიზნად ისახავს საჯარო მოსამსახურების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების და სამართლებრივი ინტერესების დაცვას. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენებს იმ რეპრესიული აქტის საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო მოსამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას. პროფესიული კავშირი მზად არის მიმართოს კანონის ფარგლებში არსებულ ყველა ზომას და დაიცვას საჯარო მოსამსახურეების უფლებები. ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა BIMEDge პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 124,5 მილიონი დოლარით შეავსო. შედეგად ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 4,1 მილიარდი დოლარია. ყველაზე მსხვილი სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ ოქტომბერში განახორციელა, რა დროსაც სავალუტო აუქციონით 213,4 მილიონი დოლარი გაყიდა. BIMEDge პლატფორმით კი წმინდა გაყიდვამ 377,7 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 იანვარს გამოაქვეყნებს. ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 685,942-მდე გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 1500-ით არის მომატებული. 686,000 სოციალური შემწეობის მიმღებიდან 228,000-ზე მეტი სახელმწიფოს დასაქმებული ხავს სპეციალურად შექმნილი პროგრამით, რომლის ფარგლებშიც ამ ადამიანებს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველი სტატუსი და შესაბამისად სახელმწიფო დახმარება. ნოემბერში შემწეობის მიმღებებზე ჯამში 70 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქ შედის როგორც საარსებო შემწეობის გაცემა, ასევე სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხა. 2025 წლის ბიუჯეტით სოციალურ დახმარებაზე, სადაც საარსებო შემწეობაც შედის, ჯამში 1,6 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. – 2025 წლის 1 იანვრიდან თბილისში დილის 8 საათიდან 11 საათამდე და საღამოს 17 საათიდან 20 საათამდე პერიოდში მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის 1 იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ. მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს. ასეთი ტიპის დიდი გაბარიტების მქონე მანქანები ამათაც სადისტრიბუციო მანქანებსაც შეეზღუდებათ გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ პიკის საათებში, დილის 8 საათიდან 11 საათამდე და საღამოს 5 საათიდან 8 საათამდე. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ან ღამის საათებში
ნებისმიერ დროს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, მოძრაობა და დისტრიბუციის განხორციელება. ჩვენ ვიცით არსებობს პრობლემა გადაადგილების თვალსაზრისით, განსაკუთრებით პიკის საათებში და რა თქმა უნდა ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორც სხვა თუნდაც ნებისმიერ განვითარებულ ევროპულ დიდ ქალაქებში არის და დარწმუნებული ვართ, რომ ეს გარკვეულწილად წაადგება და გამოასწორებს მდგომარეობას. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გავლენა საფოსტო საკურიერო მომსახურების კომპანიებზე. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ წინა საახალწლო მოლოდინები ვერ გამართლდა. როგორც კომპანიებში აღნიშნავენ, შეკვეთების რაოდენობა შემცირდა და არ გამორიცხავენ, რომ ბიზნესი იანვრიდან კრიზისში აღმოჩნდეს. თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დეესკალაცია არ მოხდა, კომპანიების ნაწილი ბაზრიდან გასვლასაც არ გამორიცხავს. გიგა ბენია გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. გიგა, როგორია სექტორის პოზიცია? ელენე, თითქმის ერთი თვეა ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. რუსთაველის გამზირსა და სხვადასხვა ქალაქში გამოსული მოქალაქეები ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მიმდინარე პროცესებმა კერძო სექტორზე გავლენა უკვე იქონია. კომპანიების დიდ ნაწილში აცხადებენ, რომ მათ გაყიდვები შეუმცირდათ. მოთხოვნის კლებამ კი გავლენა იქონია საფოსტო საკურიერო მომსახურების კომპანიებზე. მათ ნაწილში აღნიშნავენ, რომ გასულ წლებთან შედარებით საახალწლო განწყობა ნაკლებად შეინიშნება. მათი თქმით, მოქალაქეები პროდუქციის შეძენისგან თავს იკავებენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ნივთების გამოწერაზე უარს არ ამბობენ, თუმცა როგორც კომპანიებში აცხადებენ, ეს ნაკადიც იანვრიდან შემცირდება. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაუარესების შემთხვევაში, მაგალითად UPS-ში არ გამორიცხავენ, რომ კომპანიამ სამომავლოდ საქართველოს დატოვოს. ყველაზე მეტად აქტიური ჩვენ ბიზნესში არის ბოლო თვეები, რომელსაც შეადგენს პიკ სეზონი. მიმდინარე მოვლენებმა ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია. ქვეყანაში არსებული სიტუაცია არც ისე კარგ განწყობას ქმნის და ყველა მიმართულია იქითკენ, რომ პროცესებს დაელოდოს, რაღაცაზე თავი შეიკავოს, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მიწოდების ჭრილში. საბებია საქართველოს დატოვოს UPS-მა. თუ იმდენად რთული გახდა ოპერირება, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის მცირე ბაზრები არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული იყოს. ბიზნეს ჯერ უჭერს პროცესები რიცხვებში შეაფასოს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ახალი წლის შემდეგ კომპანიების ნაწილს ოპერირება გაუჭირდება. როგორც ისინი აცხადებენ, ახალი წლიდან მოსახლეობის ნაწილი ფულის დაზოგვაზე გადავა, ნაწილის ფინანსური მდგომარეობა კი უფრო გაუარესდება. არ იქნება ადვილი გადარჩენა, შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იქნება ადვილი სამუშაო ადგილების შენარჩუნება და რანაირად როგორ მოახერხებს, ეხლა ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან რთული და მძიმე პერიოდი გველოდება. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმ პოლიტიკურ სტატუსს, რაც დღეს გვაქვს, თუ დავხუჭავთ თვალებს, თუ ვიტყვით იმას, რომ რუსთაველის გამზირზე 5000 კაცი დგას მხოლოდ, თუ ვიტყვით იმას, რომ არ გჭირდება ევროპელი მეგობრები, თუ ვიტყვით, რომ არ გჭირდება ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, ნამდვილად სიღარიბე გვემუქრება. კერძო სექტორის სიტუაციის დეესკალაციას ითხოვს საფოსტო საკურიერო მომსახურების კომპანიებში, ისევე როგორც 2300-ზე მეტი ბიზნესი ახალ არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. მადლობა, ჩემი კოლეგა გიგა ბენია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობა საცხოვრებელთან ერთად კომერციულ უძრავ ქონებაზეც აისახა. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, მოთხოვნა მკვეთრადაა შემცირებული საოფისე ფართების როგორც იჯარაზე, ასევე ყიდვაზე. მათი თქმით, ბიზნესი გაფართოებისგან თავს იკავებს, ასევე არაერთი გარიგება ჩაიშალა. ვინაიდან დღეს ასეთი პოლიტიკური სიტუაცია გვაქვს, სადაც ბიზნესებმა არ იციან რა ელის მომავალში, ძალიან ბევრი ბიზნესი თავს იკავებს ახალი საოფისე ფართის მოძიებისგან, ვინაიდან არ იცის რა იქნება ხვალ და ეს ტენდენცია ნელ-ნელა გამოჩნდა და ახლა ძალიან ჩანს უკვე დაახლოებით სექტემბრის დასაწყისიდან, სადაც უფრო ikლებდა ოფისის იჯარის მოთხოვნა. რაც შეეხება ოფისების შეძენას, აქ საერთოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის არ არსებობს მოთხოვნა, ვინაიდან ის კომპანიები, რომლებიც არიან შედარებით ახლებიან საშუალო ზომის, ძალიან ერიდებიან, რომ ახლა ფული ჩადონ, ანუ არა თუ იჯარ, არამედ
შეზყიდვის ნაწილში ჩვენს გვაქვს ასეთ შემთხვევები უშუალოდ ჩვენს კომერციულ დეპარტამენტში, სადაც თვეების მანძილზე მუშაობდით ბიზნესებთან, გაფართოებაში ვეხმარებოდით და გითხრეს, რომ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ვაფასებთ თქვენ შრომას, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ თავი შეიკავოს გაფართოებისგან. ქართული თხილის საექსპორტო ფასი გაიზარდა. კერძოდ 2024 წლის 11 თვეში 90 მილიონი დოლარის 15,000 ტონა თხილი გავყიდეთ საზღვრებს გარეთ. 11 მილიონით მეტი ვიდრე გასულ წელს, რაც ნიშნავს, რომ ქართული თხილის საექსპორტო ფასი წლიურად დაახლოებით 27%-ით არის გაზრდილი. წელს ქართული თხილი და სხვა კაკალი ყველაზე დიდი რაოდენობით იტალიაში გავიდა, სადაც 14,1 მილიონი დოლარის ღირებულების 3,000 ტონამდე თხილი გავყიდეთ. საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში შედიან ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და სომხეთი. აღსანიშნავია, რომ გაზრდილია თხილის იმპორტიც 2024 წლის 11 თვეში საქართველოს 40 მილიონი დოლარის 8,700 ტონა თხილი იყიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტმა 17 მილიონი დოლარის ღირებულების 6,140 ტონა შეადგინა. მონაცემები აჩვენებს იმას, რომ საქართველოს თხილისა და სხვა კაკლის იმპორტი გაუძვირდა. მთავარი საიმპორტო ბაზარი კი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც წელს 21 მილიონი დოლარის ღირებულების 3,500 ტონამდე თხილი და სხვა კაკალი შემოვიდა. საქმის კურსი ამით დასრულებულია. წინ შემაჯამებელი გამოშვება გელით 19 საათზე ალნა ლაპიაშვილთან ერთად მე გემშვიდობებით ნახვამდის.